რატომ ჩაიციკლე ჩემ სიტყვებზე, რომ არ მიყვარხარ? ყველა სიყვარული აკერია პირზე, რა არის სიყვარული? რომ ყვარებოდი გეცოდინებოდა. შეუძლებელი ადამიანი გიყვარდეს და არ იცოდი რა გრძნობაა. გინდა რომ სულ შენს გვერდით იყოს. ცხოვრება მშვენიერია, რადგან ის არსებობს. ყველაფერი იძენს აზრს. მაგრამ როცა შენს გვერდით არ არის, თუნდაც სამყაროს მფლობელი იყო, არაფერს აზრი არ აქვს. თუ სიყვარული მართლა ასეთია, რატომ დგენს ადამიანს გულს? რატომ უნდათ ადამიანებს სიყვარული? იმიტომ რომ ამ გრძნობას ვერავინ აკონტროლებს. აქ რას აკეთებთ? რას ვაკეთებთ? რას უნდა ვაკეთებდეთ? შიგნით დამცხა. სუფთა ხერი მინდოდა და აქ ამოვედი, მაგრამ კარი ჩამაკეტა. ხო, მეც აქვე ვიყავი. მეგონა ალერგია სუფთა ხერი უშველიდან. სულ ეს არის. როცა ამოვედი და ბატონი ოზენი დამხდა, ვუთხარი არ შეგაწუხებთ მეთქი. ბოლოს და ბოლოს ეს ხომ მისი კომპანიაა. წასვლას რომ ვაპირებდი, კარი ვერ გავაღე. ხო, ტელეფონები შიგნით დაგვრჩა. ველოდებოდი, როდის გავახსენდებოდი თვინმეს. კარგია რომ მოხვედი. ბატონი ოზენი ძალიან გაბრაზდა. არაზე გაბრაზდა? კარზე. კარის გამო გამიბრაზდა. ასეთი რეაქციაც არ იყო საჭირო. ჩემი ბრალი არ არის გასაკეთებელია. მართალი ხარ, უნდა გავაკეთოთ. იგნებ ვინმე კიდევ დარჩეს სახურავზე. თქვენ გაგიმართლოთ რომ მოვედი. ჩაღლა, რა კარგია რომ მოხვედი. წამოგწავიდეთ. პალდაცვას დაველაპარაკები, ხელოსანი უნდა გამოვიძახოთ და კარი გავაკეთოთ. მე რომ არა, ალბათ დილამდე აქ ისხდებოდით. ხო, მერთმა დამეფაროს. ნახვამდის. ბატონო ოზენ, თქვენი პიჯაკი. იმ წმენდაში წაიღე. ყველამდე. ასეთი ხასიათი აქვს. რომ გაიცნობ, მიეჩვევი, არ ინერვიულო. დიახ, არ ვიცნობ. იმედია მივეჩვევი. ძალიან გაგიბრაზდა? საშინლად. როგორც გითხარი, დროთა განმავლობაში შეეჩვევი. ნახვამდის, ქალბატონო ჩაგლა. ხო, ალბათ შევეჩვევი. ოზენი ცხოვრებას მიმწარებს. რა უნდა გავაკეთო? ალბათ დღეს ბრაზი არ დააძინებს. და ხვალ ჯავს სიყრეს ჩემზე. ღმერთო, რა აუტანელია. ჯანდაბა ეს რა. სულ მაზიანებ. რა გინდა? მალამას აგისო, ჩემი ბრალია შენი ალერგია. არ არის საჭირო, მე თვითონ. ღმერთო ჩემო, რა მოხდა? მალამას ასასმელად მოვედი ზურგზე, როგორ წაისო. ჩემი სიამოვნებისთვის კი არ მოსულარ. ძალიან მზრუნველი ხარ, მაგრამ არ მინდა. შენზე არა, საკუთარ თავზე ვზრუნავ. ქავილი მთელი ღამე არ დაგაწინებს და ხვალ სამსახურში გაბრაზებული მოხვალ. ჯავს კი ჩემზე იყრი. ამას ვერ გადავიდა. კარგი, შემომიშვი. მალამო სად არის? სად არის მალამო? მომეცი. აი ვიპოვე. წვანე მალამო დამეხმარება. არა, არ დაგეხმარება. ადრე წარგისვი, მაგრამ არ გიშველა. მეორესაც შეურებ და ქაბოს მაშინვე მოგიხსნის. კარგი, გამახსენდა. მიდი. დაჯექი და მე ვიპოვი. მიდი ოზენ, დაჯექი.
ასე ნუზი ხარ, გაიხადე. ოზან რა სალოდები, გაიხადე. მიდი, მალა მომო მაქვს, მაისურზე ხომარ წაგისვამ. გაიხადე და მე მალამოს დაგადებ. მიდი, სწრაფად. მიდი, მიდი. სწრაფად ეს რა. კარგი. დაჯექი. დაჯექი, ოზან ვერ გწოდები. არ შეეხო, არ მოიფხანო, თორემ შრამები დაგჭება. ეს მალამო სპეციალურად გავაკეთე შენი ალერგიისთვის. წაგისვამ და გაგივლის. რა უცნაური ხარ ეს რა. ჯერ ამატკენ და მერე მკურნალობ არა? თურმე ჩემს იარებზე ნერვიულობს. ამაზე მაშინ უნდა გეფიქრა. სალაჩი ბაზილიკს რომ ამატებდი. კარგი. ფრთხილად მტკივა. ნევალწამისვე. კარგი, კარგი. მორჩი, გეხმარები? და ამაზეც მეჩხუბები. თუ დახმარება გინდა წადი. ისედაც მივდივარ. კარგი იქნებოდა შენი საწინააღმდეგო კრემიც რომ არსებობდეს. არ მომიახლოვდებოდი. კრემი რა საჭიროა, ისედაც მშვენივრად უმკლავდები ამ საქმეს. გისმენ, ჩინა. გამარჯობა ეს რა. ვეღარ გიპოვე. შენი ტელეფონი ვნახე მაგიდაზე და ვინერვიულე. გადავწყვეტე მომეკითხე. როგორ ხარ? ო, ტერასაზე ავედი სუფთა ხერძზე და ჩავიკეტე. კიდევ კარგი ქალბატონი ჩაგლა მოვიდა და გამომეყვანა. როგორ? ახლა ხომ კარგად ხარ? კი, კარგად ვარ. მადლობა რომ მომეკითხე. ყველამდე. ნახვამდის. ჩინარი იყო? რატომ დაგირეკა? ჩემზე ინერვიულა. ნირთები მაგიდაზე იდო. ვერ დამინახა და მოსაკითხად დამირეკა. როგორი ყურადღებიანია? ყველა შენნაირი უგულო არ არის. ადამიანები ერთმანეთზე ზრუნავენ. ჯერ კიდევ აქ რატომ ხარ? ჩემს ნირთებს ავიღებ და წავალ. ძალიან კარგი. დილამშვიდობისა. დილამშვიდობის. გუშინ საერთოდ არ მეძინა. Ne izliyorsun sen? აბა რა საყურებ? ოზანის ძველ ვიდეოს, სადაც მღერის. შეხედე, ჩინარ სიმართლე მითხარი. შენ გაურცელე? არა, ასე როგორ მომიქცეოდი. ძალიან საყვარელია. Şirin. საყვარელი? ხო, შეხედე რა საყვარელია. Ozan. ოზანი. Ozan o videoda ოზანი ამ ვიდეოში საყვარელია? ხო, ben nasıl ამდენი ხანი როგორ ვერ მომჩნევდი? რას? Ya შენ სიტყვებს მხოლოდ ერთი ახსნა Bana ne აქვს. açıklaması var? რა ახსნა? Sen hoşlanıyorsun ოზანი Ozan. მოგწონს. დილამშვიდობისა, ოზან, ამ დილა ადრიან რას ბუდავ? Ha, bir de იმის მაგივად რომ გაიცინო ბრაზდები კიდეც არა? ჩვენი ერია. წვილი შედგა. ben hemen ახლა დაურეკა ოზანს. ჩინარ გაჩერდი, არ დაურეკო, გთხოვ? ტელეფონი მომეცი, გეყოფა. ხო, ცოტა მომწონს, მართალი ხარ. მაგრამ არავის არაფერს ეტყვი, მით უმეტეს ოზონს. ასე რატომ ნერვიულობ? olursun bu kadar. Bu durum babamı ეს ამბავი მამასაც გაუხარდება. კარგი წვილი ხართ. რა მოხდა? ხო, მაგრამ ოზანი ვერ მომჩნევს ჩინარ. Ya Çağla. ჩეაღლა. Ozan neyi fark ოზანი ვერაფერს ვერ ამჩნევს. კარგი რა. ერთ შენობაში რომ ვისხდეთ, ათ გოგოსთან ერთად, ვერც ერთ ვერ შეამჩნევს. Öyle biri. ვიცი, ეს ყველაზე მეტად მომწონს მასში. მაგრამ როგორც სხვებს ვერ ამჩნევს, ისე ვერ აღმიქვამს მეც.
კარგი, რადგან ამ საქმეში არ მრევ, რამეს მოვიფიქრებთ. რომ იქნებ როგორღაც შეგნიშნოს. სიმართლე გითხრა, რაღაც უკვე გავაკეთე. ვახშმის ამბავი გახსოვს? უთხარი იქნებ მეც ჩავერთო კონკურსში, რომ ვივახშმოთ მეთქი, მაგრამ არ გამოვიდა. ვერ მიხვდებოდა. მოიცადე რამეს მოვიფიქრებ. ზეინო, ოდესმე ყვარებია? რა თქმა უნდა, არ გახსოვს, ჩემი პირველი სიყვარული მეჰმედი. მერე მეთეო გამოვიდა ჩვენს კლასში. კადირი საერთოდ სასწაული იყო. ძალიან მიყვარდა. 2 თუ 3 წელი მერე გადავიდა და სელიმი შემიყვარდა. გახსოვს? ხო, მე არასდროს მყარებია. შენი აზრით ეს უცნაურია? არა, უცნაური არ არის უბრალოდ. გეშინია ამ გრძნობის. სიყვარული, შეყვარებულობა, თავგანწირვა, ზრუნვა რა სისულელია? საკუთარი თავი? სხვერპლად რატომ უნდა გაწირო? ხო, შენი მშობლების გამო ნორმალურია სიყვარულს ასე რომ ხედავ, მაგრამ სხვა ურთიერთობებიც არსებობს. სხვა მხრიდან შეხედე, ერთმანეთი ძალიან უყვართ. ხო, დედა შენმა ბევრი რამ გადაიტანა, მაგრამ მაინც ბედნიერები არიან ერთად ამდენი წელი. არ ვიცი, მგონი ამ გრძნობას აზვიადებენ. მე ცხოვრებაში არასდროს მყარებია და არც ვაპირებ. ოზანიც ამაზეა ჩაციკლული. ბოდიში, მაგრამ ადამიანი, რომელიც მეყვარდა და დავქორწინდი, მეუბნება, რომ არასდროს მყარები ვარ. იცი რას უზამდი? ხო, მაგრამ მხოლოდ თავისი გადმოსახედიდან უყურებს. არ იცის რა გადავიტანე. რას ვებრძოდი, როცა გათხოვილი ვიყავი? არ იცის რატომ ვიყავი მასზე გაბრაზებული, როცა დავშორდი. არაფერი იცის. ეს რა? არაპირებ, ოზას სიმართლე უთხრა. მგონი იმსახურებს რომ იცოდეს. არა, ზეინო, არა. ოზანი მაშინ ჩემს გვერდით იყო? არა, არ აქვს უფლება რამე იცოდეს. ეს რა? კარგი, წავედით. ავტობუსი მოვიდა. მონდი, შემოდი, მუსა. გასაღები ხომ გვაქვს, რატომ აკაკუნებ? დილამშვიდობისა, ძმაო, დილამშვიდობისა. სამსახურამდე შემოგიარა ყავის დასალევად. ხომ დალეო? დავლეო. მუსა. გისმენთ, ძმაო? შენი აზრით ნორმალურია კოლეგას შუაღამისას რომ მორეგავს? კი, ძმაო. მაგრამ ერთმანეთი ახლა გაიცნეს, კარგად არც გეიცნობდნენ. მაშინ შეიძლება სხვა მიზეზი იყოს. რა მიზეზი? შეიძლება ერთმანეთი მოსწონთ. ვერ ხვდები? არა, იგრა შუაშია. შეიძლება ერთ მხარეს მოსწონს, მაგრამ არ მგონია მეორე მხარე მას იცოდეს. რაზე ამბობ, ძმაო, ვერაფერი გავიგე. არა, არაფერზე. ერთი ფილმი ვნახე და შევფიქრდი. ფილმი ნახე არა? ანუ რძელი არაფერ შუაში არა? მუსა, რამდენჯერ გითხარი ასე ნოიზახი მეთქი? მუსა, ეს რა არაფერ შუაშია, ფილმი ვნახე. მოკლედ, დღეს მუშაობთ გვერდითი ქუჩების ვაჭრობაზე. გუნდებად დავიყოფით და გარეთ გავალთ. ისეთ ადგილებში წავალთ, სადაც აქამდე არ ყოფილვართ და აპლიკაციის შესახებ უფრო მეტ ადამიანს გავაგებინებთ. მოკლედ, გაია, შენ ადემთან ერთად წადი. კარგი. წინააღმდეგობის გარეშე. სელიმი და ერენი. მაგარია. ჩინარ. შენ და ეს რა იქნებით წყვილში. მიდით, მეგობრებო, გადით და უკან ხელცარიელები არ დაბრუნდეთ. შევთანხმდით? შევთანხმდით. წარმატებები. ჩანთა დაგივარდა. ასე წავალთ, ლეპტოპი არ წავიღოთ? ლეპტოპი რა გვინდა? წამოდი. მღელავ. ბატონო ოზან, რამდენიმე შეხვედრა გაქვთ. პირველის ნახევარზე. დილამშვიდობისა, ბატონო ოზან. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. სად მიდიხართ? წყვილებად გავდივართ გარეთ. უნდა ვიმუშაოთ. და წყვილში თქვენ ხართ? ხო. რა კარგია, წარმატებები. მადლობა თქვენც. დროებით. ბატონო ოზან. ელიფ, რა კარგია ერთმანეთთან მეტად დროს რომ ვატარებთ, არა?
ხო, ნამდვილად. მგონი ჯერ კიდევ გძინავს. მოდი გიჩქმეთ. გამოგვიძე. არანაირი შეხება. როგორც მიბრძანებ, დედიკო. ნუ მაბრაზებთ, მენემენი მოგიმზადეთ. შენი ხელები დაილოცოს დედიკო ზომროდ. შობელი დედა არ მივლის ასე. რა თქმა უნდა, ეჭვი არ მეპარება. ჯერ ერთი დედა შენი ღარიბია. სადი შოვის ასეთ პროდუქტებს. ფული არ აქვს. მადლობა. შეგერგოს. მადლობა. თქვენ რატომ არ ჭამთ? მე მელოდებით, რადგან კაცი ვარ. ძალიან თანამედროვედ ვაზროვნებ, სხვათა შორის. ასე რომ მიერთვით. ჯერ შენ ჭამე ეკო. თუ არაფერი დაგემართება, ჩვენ შევჭამთ. ეს რა არის? საშინელი გემო აქვს. ადამიანმა ასეთი საზიზღრობა როგორ უნდა გააკეთოს? ძალიანაც რომ მოვიდომო, პომიდორს ასე ვერ გავაფუჭებ. ჩვენთან პირიქით ააშვილო. უпростоრად და შემთხვევით თუ მოამზადებს გემრიელად, მაგრამ ასეთი შემთხვევა ჯერ არ ყოფილა. ელიფ, ამ სახლში როგორ ჭამ? დროთა განმავლობაში ადამიანი გადარჩენისთვის ბრძოლას სწავლობს. ჩემო საბრალო ასეთი კვებით კიდევ კარგად გამოიყურები. აი ჩვენთან რომ ცხოვრობდე მაღალი და ფუშ-ფუშა იქნებოდი. ვიცოდი, დარწმუნებულიც ვიყავი. კარგი, და თუ ახლა სათვალეში გადავიდან, ახალი ეპოქა დაიწყება ტექნოლოგიაში და ფულიც ყალებით წამოვა. იალჩინ, ჩემო სიცოცხლე. შეამჩნია რომ კლიენტები შემოგვაკლდა. დღეს ორი მაგიდა გავუშვით, არა და დღეს სრულდება. საყვარელო ეგ ალბათ იმიტომ, რომ გვერდით დიდი სავაჭრო ცენტრი გახსნეს. ო, ალბათ, მეც ეს ვიფიქრე. არ ვიცი ვიფიქრე წავალ გავისეირნებ მეთქი, მაგრამ არა. ყურადღებით უნდა ვიყოთ. ბევრი ხარჯია, ვერ გავწუდებით. Belli dükkan ancak kendini çevirecek. რა თქმა უნდა, ჩემო სიცოცხლე. მართალი ხარ. ეს რანაირი რაიონია? ტექნოლოგიის მტრები არიან. აქამდე პროგრესი ჯერ არ მოუღწევია. რამდენ ადგილას ვიყავით და ვერაფერი. სამოდი გავაგრძელოთ, ბევრი საქმე გვაქვს. ჩინია, რა მოხდა? შიმშილეს განმოცელი ამტკივდა. ვიფიქრე რამე დაემართა მეთქი. ამაზე სერიოზული რაღა უნდა იყოს შიმშილის განმკვდები. ვიღაც ლანჩს დამპირდა, მაგრამ გონი დაავიწყდა. ოჯახური კერძები გიყვარს? ვგიზდები. კარგი, მაშინ წამომყევი. კარგი. ცოტა გავისეირნოთ. აქვია, იმედია გონებას არ დაკარგავ, თორემ ვერ დაგიჭერ. არა, გავუძლებ. გამარჯობა. გამარჯობა. ბატონო ოზან, თქვენი ციხესიმაგრიდან გადიხართ? ო, სუფთა ჰაერზე უნდა გავიდე. მეც წამოყვები. ოფისმა დამყალა, სუფთა ჰაერი მჭირდება. კარგი, წამოდი. მაგრამ არ ვიცი ამ სამოსით კომფორტულად იქნები თუ არა. ისეთ ადგილას არ მივდივარ, რაც შენს სტილს შეეფერება. უფრო დავინტრიგდი ოზან. გარემოს გამოცვლა მჭირდება. კარგი. მაშინ წავიდეთ. ეს რა არის? იალჩინ, მენექშე, ეს რა ვალია? რა საყვარელო? ის პროექტი ხომ გახსოვს, რომ მუშაობდი ჭკვიან საათებზე. ერთ-ერთმა კომპანიამ მითხრა, რომ დამიბარებდა და გადავწყვიტე ამისთვის კოსტიუმი მიყიდა. კოსტიუმი. მის მინე იალჩინ, ამ კოსტიუმს რამე განსაკუთრებული ფუნქცია აქვს? კამერა, გადარეკვის ფუნქცია. ტელეფონს გულისხმობ? სმარტფონს არა? საყვარელო, იმ კომპანიაში მისასვლელად ტელეფონიც მჭირდება. ხომ იცი რომ ძველი ტელეფონი მქონდა?
Kolundaki ne? და ეს რა არის? რა, Kolundaki ხელზე რა გიკეთია? საყვარელო ეს ჭკვიანი საათია. ესეც ამიტომ იყიდე? ხო, რა თქმა უნდა. Çok iyi. რა კარგია. მართლა, Neden? რატომ? Çünkü იმიტომ რომ ölüm saati შენი სიკვდილის daha დროს yakın გაიგეთ. gösteriyor diye düşünüyorum. Menekşe. Menekşe, მომისმინა. მოკკლავი ალჩინ. მოკკლავ. Hayatım dinle bir kere bak. მისმინა საყვარელო ეს უმნიშვნელოვანესი დეტალია. კომპანიაში გასაუბრებაზე საათის გარეშე ხომ არ მივალ? Gidemezsin შენი ya. ქმარი Ayrıca გამომგონებელია. senin kocan bir mucit. Menekşem. მენექშე მომისმინა. Einstein. ყველა დიდებულ გამომგონებელს მისი ცოლი ედგა გვერდით. შეიგნეს. აინშტაინის ცოლი ჩვენს მდგომარეობაში არ იყო იალჩინ. Ama hayatım. საყვარელო როცა პროექტს დამიმტკიცებენ მილიონერები გახვდებით და სავაჭრო ცენტრს გავხსნით. მომავალზე იფიქრა. Zengin oluruz. Büyük düşün. Hadi be oradan. კარგი ერთი. მოდი აქ. მე ვმუშაობ და შენ საყიდლებზე დადიხარ, არა? Olsun. მასშტაბურად უნდა იფიქრო. მასშტაბურად ვიფიქრო? კარგი. Bekle beni. დამელოდი ახლა ვიფიქრებ მასშტაბურად. Ne güzel çok როგორი წყნარი რაიონია. Ya hakikaten ხო, öyle. ძალიან. Bizim mahalle აქ çok ჭხუბს hızlı. და აყალმაყალს ვერ ნახავ. მაქსიმუმ პოლიციის მანქანა ნახო ჩვენს საფთან. ისიც იმიტომ რომ დედას საჭმელები უყვართ. სასადილოდ მოდიან, ძალიან კარგი და თბილი ოჯახი მყავს. Ailemde öyle Sen hadi kendi geç halinde beni. insanlar işte. Sıradan normal bir hayatım var. Hadi gel gel. Niye öyle gel? Bak. Bunu söyle sen bana. Beni bırak yoksa დედა, öldürürsen. Bu sefer მოდი აქ, მე შენ გაჩვენებ ვალებს. მოიცადე, მენექშე, ხომ მოგიხსენი? Annem შვილო, bu saatte ne Andros işiniz var burada sakra-sakatep. yavrum? Anneciğim biz დედა საჭმელად შემოვიარეთ კომპანიიდან, მაგრამ მგონი არ უნდა მოვსულიყავით. რას ამბობ აუცილებლად გაჭმევთ. ოღონდ ჯერ მამა შენს გავგლიჯავ. და მერე. მენექშე არ გინდა სირცხვილია. მოდი აქ. დედა და მამა ასახუმრობენ ხოლმე. ნუ გეშინია ერთმანეთს არაფერს დაუშავებენ. Ama birbirlerine zarar vermezler. Sorun olmuyor yani. Ama en az dediğin ხო, ნამდვილად მშვიდი და თბილი ოჯახი გყავს. მოდი აქ. მენექშე გაჩერდი. დედა რას აკეთებ? ეს ეკოა, ჩემი ძმა. გაიცანი. დედას იმედი გაუცვა და ისევ სახლიდან გააგდო. ტრადიცია აქვს, ჩემი ძმა კვირაში 3 დღე გარეთ ათენებს. Haftada birkaç kere sokakta yatar. Sen de mi geldin? შენც მოხვედი? ხო, დედა ძალიან შეაგთხრა მემაჭამე. Derdeye tut. არა, წადი და იქჭამე სადაც ცხოვრობ. დედა მშია. მე სახლში მივდივარ. მოდი აქ იალჩი. სახლში ვიქნები. ეს ტიპი ვინ არის? Ne diyorsun Eko? რას ბოდავეკო? გაიცე? ასე ახლოს რატომ გახარ? გადი იქით. ბოდიში, ეკო რას აკეთებ? რა გჭირს ჩვეულებრივზე უარესად გამოიყურები? ნახე, ოქროს ცეფი მაქვს. Ne geldin? რატომ მოხვედი? რა გინდა? დედიკო. არანაირი დედიკო. შია, დედიკო, შია. არ გაჭმე. დაიკარგი აქედან ჩვენი ოჯახის წევრი აღარ ხარ. ერთი ტოლ მომენტს მომეცე, 9 თვის ხათრით მოცილეთ რომ ატარე. არა, არაფერს არ მოგცემ. დედა მშია. Hoş geldin. კეთილი იყო შვილო. დილის რიტუალი მქონდა. არ გეწყინოს. არა. საერთოდ არ მოწყენს. Esra geç. მოდი ესრა დასყედი შვილო. İstersen Tu ginde başka სხვაგან bir yerlere წავიდეთ. gidebiliriz. Yo bence არა, გავრობა მომწონს. მოდი დავსხდეთ. კარგი. ეს რა? რამე მომეცი ვკვდები. Şuradan ya. გაეთრი აქედან, თორემ დედას დაუძახებ. წადი. იცოდე დავიმახსოვრებ. კარგი მეწავედი. Bizim mahalle აი böyle ასეთი biraz. ოჯახი მყავს. çok tatlı. ძალიან საყვარლები არიან. Bakar mısınız? მეტრომდე გადააწოდეთ. Uzatır mısınız? ერთი მეტრომდე. Bir tane 1 მეტრომდე. კარგად ხარ? კი. Doğrusu ilk იცი defa რომ პირველად bir ვზივარ gün ტრანსპორტში. seninle bir ilke yaşıyorum şu an. მე ხშირად დავდივარ ხოლმე. გამოცდილება უკვე გაქვს ჟაღლა. მისმინა ჯობს პირადად ნახო ხალხის ცხოვრება, ვიდრე შეშლილი სპეციალისტების მონაყოლი გაიგო. Sanırım ახლა ვხდები წარმატებული რატომ გახდი? ხალხში გადიხარ. იცი რა სჭირდებათ და აქედან გამომდინარე აკეთებ ყველაფერს. მე მდიდარ ოჯახში არ დაუბადებულ ვარ ჟაღლა. არც მემკვიდრეობა მიმიღია. ჩეულებრივ რაიონში დავიბადე. მე ამ ხალხთან ერთად გავიზარდე. ამიტომაც ვიცი მათი ცხოვრება. კარგად ხარ? კი. ხელი მომკიდე. მოდი დამეყრდენი. İnanılmaz. უგემრიელესია. Afiyet olsun. შეგერგოს. Beğendin მოგეწონა? mi?
ჯანმრთელობა თქვენს ხელებს. ყველაფერი ძალიან გემრიელია. მე შინერ რომ დავნაყრდები და ვეღარ შევჭამ. შეგერგოს. დედა, რავალზე ჭუბობდი? როგორც ყოველთვის მამა შენი ესრა. არ იშლის, ამბობს რომ გამომგონებელია. გამომგონებელი და რა გამოიგონა? ვალების კონცეფცია ბიძია იელჩინს ეკუთვნის. არ ვიცი რა მოუხერხო. ისევ საკრედიტო ბარათი გამოიყენა და ვალები დაიდო. ალბათ ამ ადგილის დაკეტვა მოგვიწევს. რა? ეს როგორ შეიძლება ამ კაფის დაკეტვა, სადაც ასეთი გემრიელი საჭმელია? აქვე სავაჭრო ცენტრი გაიხსნა და ჩვენთან აღარავინ მოდის. საზიზღრები. პურის ფულს შოულობდით და ესეც წაგვართვეს. მენექშე, გოგო, ესრას საქმრო უშოვე. ესრა ხარ? კარგია, გოგო ისეთი საქმრო გიშოვე, იმდენი ფული აქვს რომ მახსნდება ცუდად ხვდები. გაჩუმდი. ძალიან დიდარია. დაუნერიმან. ღმერთმა ბევრი მისცეს, მაგრამ ქმარს არ ვეძებ. გოგო რამდენი ვიწვალე? სადე მაიცი ფიქროს უთხარი. ნუ იცინი. ეს რა მაინც დაფიქრდი. რაიონი მოგეწონა არა? ძალიან. თანამშრომელთან ერთად არა საკეთებ. შენი გოგოსთვის კარგ ბედს ვეძებ. შენც დამეხმარე რამეში. თუ შენს გოგოს ტვინი აქვს, უარს არ იტყვის და თვალს დახუჭავს რომ შვილიანია. შვილიანია, ღმერთო ჩემო. ხო, რა მოხდა? ისიც განქორწინებულია და შენც რა პრობლემაა? ჩუმად გაიგებენ რა გაყვირებს. მერე ვილაპარაკოთ. გაიგე რომ განქორწინებული ვარ. არასწორად არ გაიგო. ამას არ მალავ, მინდოდა მეთქვა, მაგრამ ვერ შევძელი. ქმარი მყავდა და გავშორდი. ეს რა? მოგწონ ვარ. რა? არა, რა შუაშია? აბა ვერ ხოვდები მე რატომ ეხსნი? ისე იქცევი თითქოს შეყვარებულები ვართ და რაღაც მომატყუენ. არა, უბრალოდ ისე გამოვიდა თითქოს მოლავდი და არ მესიამოვნა. სხვა შემთხვევაში არაფერს ვიტყოდი. ო, განქორწინებული ვარ. აი ასე. ცოტა უფრო თამამად. ო, და მე რა მოხდა რომ განქორწინებული ხარ? რა მასწულის? შენზე ისე ვიმოსფიქრობ, რასაც 10 წუთის წინ. დესერტი და იმსახურე. მოიტანე. დედა, კემალ ფაშა გვაქვს? მოიტანე. თურმე აქამდე საჭმელი არ გამესინჯავს. ხილად გალბაზონე ჩაღლა, ბევრი ხახვია. შეიძლება მე აღარ გესიამოვნოს. არ მაინტერესებს ოზან, ისეთი გემრიელია, არ მაღელვებს რა სონია მივა. რესტორანში ტონობით ფულს ხარჯებთ და ასეთი გემრიელი საჭმელი არ მოაქვთ. მართალი ხარ. ამდენი შალგამი არ დალია. იცოდე იმოქმედებს. მე ალკოჰოლის კოლექციონერი შვილი ვარ, ბატონო ოზან. კარგი. ნახე, ერთხელ გამოკვდები სადღაც და თავი ვიპოვე. რა იღბლიანი ვარ. მეც ჩაღლა. უმიცი ისეთი რაღაცების თქმა არ გამომდის, მაგრამ ვამჩნევ რომ ყოველთვის ჩემს გვერდით ხარ და ამას ვაფასებ. ამით ძალიან ბედნიერი ვარ. ყოველთვის ჩემს გვერდით ხარ. დაცა მოხსფეხზე მაყენებ. არა, ვიცი, ხანდახან აუტანელი ვარ ხოლმე. მადლობა ამისთვის. არაფრის. კვირას დაბადების დღე მაქვს. სახლში მინდა გადახდა. ოფისის ხალხი დავპატიჟე. მოყვა? ჩინარსაც ხომ დაბადების დღე აქვს. ისიც მოიყვანს სტუმრებს. წელს დაბადების დღეზე უარი თქვა. ღმერთო, ჩინარისგან არ მეკვირს. ისე რატომ იქცევა ასე? გარწმუნებული ვარ მიზეზი ექნება. ჩემზე ფიქრობს. მოყვა თუ არა? რა თქმა უნდა მოვა. ამას რომ მორჩევი, კიდევ ერთი ვჭამოთ, კარგი? მე აღარ შემიძლია. კარგი რა. კარგი, მაშინ გავიყოთ. ბოდის ვიხდე. კიდევ ერთი ცალი მოგვიდანეთ. სტაჟიორებო, კეთილი იყოს რა ქენით დავალებას თავი გაართვით? ვერა. კი. კი თუ არა?
კი, ვიპოვეთ ერთი ადგილი. მენექსეს ოჯახური საჭმელი ქვია. არა, არ გამოვა. რატომ? რატომ? მე პატრონეს ტექნოლოგიებთან შეხვედრა არ აქვს, მაგრამ მოვაგვარი. ნეტა ვიცოდეთ რა გემრიელი საჭმელები აქვთ. მაშინვე დედის სითბოს შეიგრძნობ. ერთი წუთით. ვიცოდე, თუ თანახმახართ ვეცდები, ყველაფერი კარგად დაგეგმავ. რა თქმა უნდა, ოჯახ, კარგად იმუშავეთ. ამაზე არ გავჩერდებით არა ეს რა. თუ ნებას მოვცემთ, მუშაობას ახლა დავისწრებთ. ჩინე, რას აკეთებ? ძალიან კარგი იქნება. ხალხი ტელეფონით ატარებს რაიონის სითბოს. კარგი, მშვენიერია. მაშინ მუშაობა დაიწყეთ. მაგარია. მადლობა. ჩინე, რას აკეთებ? ეს ჩვენი კაფეა, რომ გაიგო რა უნდა ვთქვა. არაეთიკურია. არ შეიძლება. ეს რამე რა დაშავდება. შენ წამოდი და ჯიქი, დამშვიდედი და ნუ ნერვიულობ. დედა შენი ყველაზე კარგი მზარეულობის გამოზრდის. ეს პროპაგანდაა და გეხმარებათ. არა, ჩინე. კი, არაფერი დაშავდება. ყველაფერი კარგად იქნება. ასე რომ დამშვიდი. დედა შენს დაურეკე დანარჩენს მივხედავ. დამეჯერე კარგი გამოვა. ეს რა არ ვიცი საყვარელო როგორ შევძლებ. რაში დამეხმარება? დედა ჩვენზე ყველა გაიგებს. კარგი რეკლამა იქნება. შეკვეთებიც გაიზრდება, ხომ იცი ახლა ფული როგორ გჭირდება. ო, შვილო, მართალი ხარ. მაგრამ საფიქრალი გამიჩინე ეს რა. უკვე დავბერდი. არც კი ვიცი ინტერნეტი რა არის საყვარელო. მენექსე ამას ნუ ამოვხთხო. ტექნოლოგია უნდა შეიგრძნო. გახსენი, ინოვაციის სულმი შემოუშვი ჩვენში. ჩვენ შენი გჯერა. შენ გაჩვენდი ალჩენ. ისედაც ნერვებს მიშლი. თორემ ეკოსთან გაგგზავნი და მერე დაიჯერებ ჩემს ძალას. მე ეს რა სიმჯერა. თუ მეთქვის გავაკეთებ. დედა გავრისკოთ. ყველაფერი კარგად იქნება, მართლა. ო, კარგი. მაშინ მზადებას დავიწყებთ. ჩინას დაურეკა. კარგი, მიდი. Hikaye iki yabancı, biri çok inatçı, biri de aşık. Ne birlikte ne de tam ayrı, barışmaz artık aşk ve mantık. Bu masal bitti, oldular düşman. Peki ya kalpler deli gibi pişman, ateşle barut gibi tehlikeli. Kaçsa da yakalıyor aşk, kalırım aşk mantık intikam arasında. Ayrılık olunca aşklar bitmez, anılar vermez. Yaz bunu bir yere, aşkım imkansızım, bu aşk bitemez. Bitemez. Reyhan, რეიხან, რა? sen de benim შენც göremediğimi იმას görüyor ხედავ, musun? რასაც მე? Abla. დაურა, კითხვა, თვალში დაგაკოვდა? Gözlerin mi bozuldu senin? Bakayım. არა. Ya keşke ნეტავ gözlerim ცუდად bozuk ხედავდე. olsa. Hatta ნეტავ böyle ფსიქოლოგიური psikolojik, პრობლემები patolojik მქონდეს და ეს sorunlarım ყველაფერი olsa da მეჩვენებოდეს. hayal görüyor ნეტავ olsaydım. მოუკვდე ღმერთო. Allah'ım. Neden ben სიღარიბეს fakirlik რატომ ვეღარ göremiyorum? ხედავ? Abla senin ağzından და çıkan როგორ laflar ვაპარაკობ, duyuyorum. წამოდი Hadi სახში gel, შევიდეთ, სირცხვილია. Ya რეიხან, Reyhan, ხედავ? görmüyor musun? Bunlar მალე çok kısa bir გამდიდრდებიან. süre sonra zengin თუ olacaklar. ესენიც იშოვიან ფულს, მე რაღაცი Olsa, მჭირდება ქონება. benim zenginliğimi რა აზრი აქვს ჩემს ფულს? Benim paramı ღმერთო, რატომ მოვესწარი ამ დღეს? Sen bana gösteriyorsun yani. Abla, და, sen iyi misin? კარგად ხარ? İyiyim. კარგად ვარ. Ben çok iyiyim. რეიხან, შეხედე? Ama bak Reyhan bu ამ işin დროს ერთი kapalı კლიენტიც oğlu არ var. ყავდათ. Ya düne kadar ახლა კი sivrisinek ყველგან zor ხალხია, giriyordu bunların შეხედე. dükkanına. Şimdi her yer insan. რამდენი Her yer არიან, insan. ნახე. Nasıl რა oluyor da მოხდა? oluyor bu? Şimdi ben sana Რაღაცას bir şey გეტყვი, söyleyeceğim მაგრამ ama არ sen ინერვიულო, çok fazla კარგი? sinirlenmeyeceksin, tamam mı? Tamam söyle. მიდი. O zaman Კარგი, გეტყვი. söylüyorum. Onlar ოზანის ოზანның uygulamasına აპლიკაციას katılmışlar. შეუერთდნენ. Ozan'ın ოზანის uygulaması mı? აპლიკაციას? Evet. ხო? Ozan'ın. ოზანი, Ay, მე და Ay, ayağımdan ცუდად ვარ. მიწამეცლება და შვილო, ზუგში დანა რატომ ჩამარტყი? ასე რატომ მომეკეცი? და დედის მკვლელო.
სხვა ქუჩებიდან აპლიკაციაში ჩართო როგორ მიდის? შესანიშნავად, ესრა და ჩინარი ერთად მუშაობენ. ხო, შევნიშნე. ისეთი მოტივირებულები არიან, ინაღამ მთელი რაიონი ჩაითრიეს. ესრა ძალიან მშრომელი გოგოა. მართლა? ალბათ გაუმართლა.